ასეთი ენერგიული დაწყებას არ ველოდი. რაღაც ისეთი ომახიანი ტაშით დაიწყო. გამარჯობა. სალამი. ესე სალამები ბოლო დროს ხალხს, იმიტომ რომ რატომაც არა, ინგლისის დედოფალი ვით. ეგრე, მე უცე კენტაურის ცეკვა მეგონა რაღაც. ჯიმი და ნიკო და დათო. ან ქორიძე, როგორც მეგობრები ეძახით ხოლმე, კამერის უკან და ქორი. და ამჯერად გვაქვს ნამცხვარი ნინო ბექიშვილის მართმეული, რომელიც ზუკა მოიტანა და აღარ იყო დასატოვებელი, მაგრამ სპეციალურად კადრისთვის დავტოვე, რომ კაი ხანია რაც აღარაფერი აღარ ქონია. ნაჭერი იყო სოლიდური, მაგრამ ჯერ კემბრელი დააკლო რა. პატარა ჩამოჭერი და ჭამე და ძალიან გემრიელი იყო, რა. მე არ ჭამთ ხოლმე უკვე ერთი თვეა. ხო? მეც დამპატიჟა ზუკამ და გამახსენდა მე და შიო რომ მორიგეობდით ხოლმე, შიო მეორე შვილი არის ნინოსი და შიოს მოკონდა ხოლმე ყოველთვის. ანუ არაერთი კაი რაღაცა მოუტანია და მაშინ კენდება. რა მარტივად გამოვიდა ესე. რა უნდა მოხდეს ნიკო? ბევრი კარგი ამბავი. არ ბევრი კარგი ამბავი არ ხდება, ჩვენ ახლა ვიყავით. ვიცი რა ხარ. ჩემი ღაბაბდება ამას. სადა? მაქვს ხო გაპარსული არის ხელით დავიჭერ მაშინ. კარგი. ეს ამოიჭრება, ეს იყოს არ არის პრობლემა, რა ვიცი, საერთოდ. სახელდახელოდ ვართ და ეხლა უყურებდი ჩვენ გვაქვს ლაივ ბლოგი სასამართლოდან. სალომე ჩადუნელი აკეთებს ძირითადად ხვებიც ეხმარებიან აქა-იქ და რა ვიცი. საინტერესო ეგ არის ხოლმე ასე რომ თუ ეხლა რო უყურებთ კი ლაივ ბლოგი დამთავრებული იქნება, იმიტომ რომ სასამართლოს ამბები აღარ იქნება აქტუალური. ანუ აქტუალური იქნება, მაგრამ ეხლა მიდის და გზადაგზადებენ მეთქი, მაგის თქმა მინდოდა და რეკლამას გავუწევ კი არა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რამეა, რასაც მედია ვაკეთებთ, ახლა მარტო რადიო თავისუფლება არ აკეთებს, მაგრამ ჩვენ აქ ვარ და ჩვენსაზე ვილაპარაკოთ, რომ ძალიან მეტყველი რამეა. ცოტა ისეთი ის არის, ხო იცი რომ დრამებს ვეღარ უყურებ დაძაბულობებს, რომ ისეც დაძაბული ვარ და რაღაც არ შემილია, მაგრამ ეს რაცნაირად ვალდებულად ხარ ხოლმე ადამიანი თავს მიიჩნევ, რომ რაღაც საქმის კურსში იყო, რომ აი აქედან ახლა იცვლება ამას არ შევხედავ არ გამოდის და ხო, თან ახლა იცვლება ეს სასამართლოებში გაშუქების ჟურნალისტების მუშაობის წესები და უფრო გართულდება. ხატვის ნიჭი თუ გაქვს, შენთვის იული იქნება, ანუ ხარ ისე დახატავდა და ისე რაღაცნაირად ახლა პარალელებს ვავლებთ მაინც გინდა არ გინდა თან წიგს კითხულობ ან ახლო ისტორიას გადაწყვეტები და იყო აქ ჩვენს ისტორიაში რაღაც ძალიან ახლო პერიოდში ესეთი სიტუაცია, რომ ნახევარი ქვეყანა იჯდა და ნახევარი ელოდებოდა, რომ დიჭაჭდებოდა. რაღაც ეგეთი არის ახლა, რომ იმ სოციალურ ქსელებში სკროლავ ხო, აი ვინ დაიჭირეს, ვინ ჩასვეს, სისხლის სამართალზე გაუშვეს, ადმინისტრაციულზე რამდენი დააჯარიმეს, პოსტი დაწერა, ის დაულაიკა, ამისთვის დაიჭირეს, ამისთვის დააჯარიმეს. ხო, რა ვიცი, აბა. ეგეთი ის არის, ნორმალიზება მოხდა. ის იყო ხოლმე. ხო, რაც ადრე ცოტა კოვიდის დროს იყო ინგლისურენოვანი ის კამათი, რომ new normal, ეგეთი ფრაზა გაჩნდა, რომ ახალი ნორმალურობა, ხო, ეგრე შეიძლება ვთქვა, ვიღაცები იბრძოდნენ, რომ ჩვენ ახალი ნორმალურობის წინააღმდეგი ვართ, ან ახალი ნორმალურობა იყო კომენდანტის საათი ან რაღაც სოციალური დისტანცია, სხვები ამბობდნენ, რომ არა, ჩვენ მაგას არ ვაღიარებთ და თურმე სადახარ, ანუ რომ გადახედავ იმ დროინდელ წუხილებს ყოველთვის საქართველოში მაინც და ამ დროინდელს მე ატყობ, რომ რა ვიცი. ხო, თვითონ ატმოსფეროზე რო ვთქვა, აი რაღაცნაირი უცნაური ატმოსფერო არის. პოლიტიკოსები დაიჭირეს, ხო, პარტიის ლიდერები, ფაქტია რა, ხო, გაუშვეს ციხეში. რის გამო რა ის კანონიერად, უკანონოდ, ეს თითიდან გამოწვეული იყო სიტუაცია შეიქმნა ესე თუ რა. აი რაღაცნაირად ისეთი სიტუაცია არის, რომ დიდი განსხვავება და აი ადამიანებისთვისაც, ხო, ასე ვთქვათ, აი არსებითი განსხვავება გარეთ იქნება თუ დაიჭერენ თუ ჩააჯინო, რაღაცნაირად თითქოს წაიშალა და გაუბრალოვდა სამით. ანუ გარედან ხო გაუბრალოვდა ამბავია თორე დიდი განსხვავება როგორ არა, უკვე აი არის სიტუაცია, აი როგორ გითხრა, ხო? ბევრი, აი ვამჩნევ მე ამას, რომ აი ეს ენერგეტიკა და ეს მუხტი არის, რომ აი გარეთ ყოფნას, ხო, რაღაცნაირად აი თითქოს ურჩევნია, რომ დაიჭირონ, ჩააჯინონ და რაღაც გამოსავალია ესეც.
შეიძლება ხო მე მგონი არ უჩვენოთ ვიკამათოთ მაგაზე მე მგონი არ უჩვენოთ ხო მოგო დიდად და ბევრი დასაკარ ხო აი რო იბძვილო აი გარეთ და გამომიშვით და რაღაცა ხო აი მიდიან და ჯდებიან ხო რაღაცნაირად ვითარება არის რა უცნაურია რაღაც პარალელს გავავლოთ მაინც სამეზობლოა და რაღაც საერთო წასვლა ბელორუსში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ნიკო გამოუშვეს ის ძალიან ცნობილი პოლიტპატიმარი პრეზიდენტობის კანდიდატი აი 2020 წლის ამბების მერე რომ დაჭერილი ყავდათ სიარჰეი ციხანოუსკი აი ესე გამოიჩინა ჩვენ ესე წერთ ხოლმე იცი რა არის ესე არის ახლა უყურე ზოგან წითი წერენ და ზოგან ტითი მაგრამ რაღაცნაირად აი თუ გინდა რომ თავი დააღწიო ამ იმას რუსული უფროსი ძმის დომინაციას და იმათი მართლწერა არ გადმოიღო მაშინ ესე უნდა წერო ხო გეუბნები ქართულად არის ვლადიმერი რუსულად არის ვლადიმირი უკრაინულად არის ვოლოდიმირი ბელორუსულად არის ულაძიმირი. აი ესე გამოითქმის და ესე უნდა ვწეროთ. მე მესმის რომ ენა ძალიან ესეთი ტევადი ამბავი არის და შეცდომა შეიძლება გაგეპაროს და ყველაფერის ის მართლწერა არ იცოდე, მაგრამ ახლა სადაც მიგვიწვდება ხელი, ეგრე უნდა ვთქვათ. ეგეც თან როგორც ხვდები, პოლიტიკაც არის მაგაში, იმიტომ რომ მე არ ვიცი, რამდენად ზუსტი პარალელი არის, მაგრამ იყო ხოლმე ლაპარაკი, თქვა ტექსასს რატო ავწერთ შტატის შემთხვევაში, როცა ტეხასია. როცა ტეხასია, იმიტომ რომ თავდაპირველად ტეხასი იყო მექსიკელების როცა იყო და მანდიდან მოდის სიტყვა, თუმცა ვაშინგტონს წერთ თუ ვაშინგტონს წერთ ერთი პერიოდი იყო ეგ აქტუალური თემა, იმიტომ რომ ახალი ამბების წამყვანები ხო, ვიტმენი თუ უიტმენი ხო და ნუ მან თავისი წესები არა, რომელსაც მიყვები, თქვათ აი თ არის თუ ტ არის ხო, ბერძნულიდან არის ის ანუ ინგლისურიდან რო TH-ით როცა არის თ თუ წერთ და როცა ტ არის ამიტომაც YouTube-ს ვამბობ ხოლმე იმის და მიხედავთ რომ ვიცი რომ თ არის იქა და ასევე კომენტარებსაც ჩავხედავ გზადაგზადა გეტყვით ხო, თან ამაზეც ვიტყვი ხო რომ მოულოდნელი იყო ნიკო, აი ძალიან ეს ამ კაცის გამოშვება. საიდან ხო არა? ხო, ძალიან მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ 18 წელია ქონდა მსჯილი, 5 მოიხედა. უმკაცრეს რეჟიმში, აი ციხეში ხო არის იქაც თვითონ ესეთი კანონით რაღაც სიმკაცრის ხარისხი, ხო? აი იმის იქით კიდე, ხო? აი სამარტო ოსაკანში იყო თითქმის 5 წელი და აი ინკომუნიკადოა ეგრეთ წოდებული ეს საერთოდ ყველანაირი კომუნიკაცია აკრძალული საერთოდ რომ ცოცხალია ან კარგად არის, ცუდად არის ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამოდის ამ პირობებში იყო ძალიან ესეთი ქარიზმატული მაგარი ტიპი ბლოგერი, ჟურნალისტი, მღერის ის და აი ძალიან ეგეთი მაგარი ტიპი ენერგიული ტიპი აი და გალეული რო ვერ იცო თვითონაც ნუ ისეთი სიტუაცია იყო რომ ხო ეს ცოლი ეს არჩეული პრეზიდენტი ასე ვთქვათ ვისაც დასავლეთი ცნობს ხო ის მისი ცოლი ხო რომელმაც ამის მაგივრად იყარა კენჭი ხო ამბობს რომ ახლა კი ვითომის რაღაც ჩვეულებრივი შეხვედრა იყო მაგრამ საჭირო გახდა რომ აი მამა თქვენი ბავშვებს უთხარიო რომ ვერ იცნესო რა ეგეთი ის ხო და ნუ ძალიან აი რაღაც მე იმას სამედიცინო იმეებს უტარებდნენ, ნემსებს უკეთებდნენ, ოღონდ არ გაყინებენ საქმის კურსში, რისთვის გიკეთებენ ამ ნემსებს და თვითონ ამბობს რომ ერთი თვით ადრე გამოშვებამდე დამიწყესო ესე თქვა ნორმალური კვებაო რა, აი ნერვის განსაკუთრებული კი არა, აი რაღაცა წვენი და რაღაც ესეთი ხო და ნუ ძალიან მოულოდნელი იყო და თან ამ იმას გამოშვებას ინუსტრებდა ეს იმის კელოგის ჩასვლა ხო ეს ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლის და ეს ლუკაშენკას შეხვდა რაღაც ეგეთის და ამასთან ერთად 14 ის გამოუშვეს პოლიტპატიმარი სულ 14 ამას გარდა 13 ხო სულ 13 და აქედან უცხოელებიც არიან და თვითონ ბელარუსიც არის მაგრამ აქ ახლა ვიღაცა შეიძლება აიფიქროს რომ რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო 1000-ზე მეტი ყავს ეს პოლიტიკური პატიმარი ხო? ნუ რაღაცა ხდება, ნუ ახლა მე მომიწია ამაზე მუშაობა და ვარაუდი თვითონ ეს ანალიტიკოსების ოპოზიციიდან თვითონ იქ ბელარუსში და ეს ბევრ ამას ვშელობდი, მაგრამ ნუ ახლა ეს ლუკაშენკას ის არის სარგებელი ეგ არის რომ რაღაცნაირად ბრუნდება ამ იმაში, ხო? აი რუკაპაჟაცი როგორც რუსები იტყვიან, მიღებული ტიპი ხდება, ნუ გარიყული ეგეთი არ იქნება, ახლა ნუ თვითონ ეს კელოგის შეხვედრაც ეგეთი ამბავია. თვითონ როგორც ჩანს, თვითონ ლუკაშენკას ინიციატივა არის ეს ყველაფერი ეს პროცესის დაწყება, იმიტომ რომ ერთი საღაზრთან ახლოს არის, ხო რაღაც პროცესი იწყება, ნუ ტრამპი აწვება, რომ რაღაცნაირად როგორც ჩანს ეს კიევი და მოსკოვი რაღაც პონჩი მოილაპარაკებენ და გაჩერდებიან და
რაღაც სანქციების შემსუბუქების რაღაც ეტაპი შეიძლება დაიწყოს და ეს ლუკაშენკა ცდილობს რომ არ დარჩეს ოფსაიდში თამას გარეშე და მასაც შეეხოს რაღაცნაირად. და მე ახლა მოთამაშე არის, ახლა ბევრი ამბობს რომ ესეთი ტვინიკოსი ტიპი არ არის, მაგრამ ეს როგორც პოლიტიკურ ცხოველს ინტუიცია აქვს და ცდილობს გადარჩეს და რაღაცნაირად სულ კონდეს ეს სამოძრაო სივრცე და დისტანცირდეს ამ იმისგან, პუტინისგან, რომლისგანაც დავალებულიც არის და სუვერენიტეტი აქვს ძალიან შეჭმული, ხო, აი ეს 2020 წლის მოვლენებიდან რომ გამოძვრა ლუკაშენკა, ხო? დიდწილად ეს პუტინის დამსახურება ეს თვითონ ეს ციხანოვსკიც ამბობს მაგას რომ აი რომ არა პუტინი და პუტინის მოწოლა და ეს როსგვარდიით და ამ შეიარაღებით და მუქარით და ყველაფერზე წამსვლელობით ალბათ თუ მოხდებოდა ის რასაც მე დაერქმებოდა ესეთი ისა ბელორუსული საჩერება უფრო დაწვრილებით მაგის საკითხი ვინმე სხვა დაუწერია ჩვენ საიტზე ხო მაგ კი ხო ჩვენს იმაზე რადიო თავისუფლება წერტილი GE აი შეიძლება ვნახოთ ესე იგი რის მიღწევას ცდილობს ლუკაშენკა ესეთი წერილი გვაქვს ვრცელი დაწერილი და აი ბევრი წერილია, კაი. ხო, არ ვიცი და არ დავაკელით. ხო, და ეგეთი ის არის. ხო, რაღაცნაირად ის არის. როგორ? ტაიპოებიც არ იყო. ტაიპოებიც არ იყო. ტაიპოები რატო იცი ბიჭო, ისა. ხო, ტაიპოებიც იმედი არ იყო, იმიტომ რომ ეს სტარბეჭდილების ისა. ეს იყო რეფერ წინა კვირის იმაზე მეთქი რა ტაიპოები არის. სერიალი გას, დაწყები. ხო, რაღაცნაირად გიშვებს და კი გაფრთხილებს რომ ფასიანია და შეიძინე და რაღაცა, მაგრამ უარსაც არ გეუბნება რაღაც დონეზე და. ახლა თუ გიყურებს ბატონი ელერტაშვილი შეიძლება არა, პირიქით. მთელი იდეა ის არის რომ თუ ფასიანი გააკეთა რომ ორგანიზაციებმა იყიდოს ჩვენნაირმა რომელიც რა ბევრი არ არის და ხო, მოკლედ ბელარუსში დაიწყო რაღაც პროცესი საინტერესო, ხო და სომხეთში ხდება კიდე. ხო, სომხეთში ხო, სომხეთსაც ვთქვათ ორი სიტყვით, იმიტომ რომ აქვეა ყურიზერშიანი ხო და იქ ესე იგი ეს ლუკაშენკა ძალიან ესეთი ცივი ტიპი ხო პირველი ამან უწოდა ამ იმან ციხანოვსკიმ ტარაკანი ამ ლუკაშენკას თავის ერთ-ერთ იმაში ბლოგპოსტში ვიდეოში ვლოგში ხო და მაშინ იყო ძალიან ესეთი შოკის მომგვრელი და არ ვერავინ უბედავდა და რაღაცა ხო და იყენებს ამ იმას რომ ეს 1000-ზე მეტი ტიპი რო ყავს 1500 წყოლია ეს პოლიტპატიმარი ხო იყენებს ამას ეს სავაჭრო საგნად ასე ცივსისხლიანად არანაირისა ხო და რითი კიდე რა განსხვავება ძალიან უცნაურია რო დააკვირდები ხო რუსეთი ესე პუტინის რეჟიმი ახლა არანაკლებ სასტიკი არანაკლებ კი არა ალბათ უფრო სასტიკი მაგრამ რაღაცნაირი მიდგომები აქვს ნიკო სხვადასხვანაირი აი მაგალითად პუტინი არ უშლის ხელს როდესაც მისი ოპონენტები ხო ყავსაძრობს ყველანაირად სამართლებრივად თუ გარბიან აი ეს ლუკაშენკა ცდილობს იქაც მიწვდეს ამათმა რუსებმაც დაიწყეს ამ კოდექსში სისხლის სამართლის კოდექსში და საპროცესო კოდექსში რომ შეუძლიათ აი იქ ჩადენილ რაღაცაზე გაკეთებული განცხადების გამო აღძრან საქმე და აკონების კონფისკაცია მოახდინონ რაღაცა ლუკაშენკა ცდილობს რაღაცნაირად ჩამოიტყვიოს ბევრი არის წასული ძალიან რაღაც მილიონამდე თუ აი რაღაც რამოდენიმე ასეული ათასი ადამიანია წასული რომ იქ მიწვდეს რაღაცნაირად შემოიტყვიოს უკან დააბრუნოს და ესეთი რაღაცეები იჩალიჩოს ამას არ აკეთებს ახლა ბევრი აი რა ვიცი სტალინის დროს აკეთებდნენ ეგრე რომ ან იქ მოკლავდნენ ან ჩამოიტყუებდნენ ჩამოუტყუებიათ მათ შორის ქართველებიც რუსებიც და მე აქ გაუტარებიათ ამ იმაში ხორცაკებში ხო და აი სტალინის მერე მაინც აღარ შვებოდნენ საბჭოთა კავშირში ხო სტალინის ხო არა ანუ ალბათ შემთხვევები ყოფილა ახლა რასისულელია მეც პირიქით მე ხო სტალინის მერე არ შვებოდნენ მეც უბრალოდ ხელს გიწყობდნენ რომ წასულიყავ ემიგრაციაში გაგაგდებთ აი მაგალითად რომ ყველაზე ის თვალსაჩინო ისა იოსიფ ბროდსკი ხო რომელიც გაუშვეს რა და ესე უშვებდნენ გრეხს მსხალი ხო თუ ვაშლია ბროდსკი ჩვენ თქვით ბროდსკი სომხეთზე მაინტერესებს ხო სომხეთზე და ისე რა არის ხო იქა ძალიან სასოწარკვეთილები არიან სამოქალაქო საზოგადოება მაგრამ ერთ-ერთ პოდკასტში მოусმინე რომ აი ვერ მიხვდები აი ავტორიტარულ და ამ ტოტალიტარულ სისტემებში რა როდის მოხდება და მოყავთ მაგალითი როგორ აი მაგალითად 1917 წელს როდესაც რევოლუცია მოხდა გადატრიალება უпроსტად და გარბოდა ხალხი აქედან რუსეთიდან და მათ შორის 21 წელში საქართველოსთანაც გარბოდნენ იმ განწყობით რომ ყველაფერი მალე დედაეტირებათ და მალე დაუბრუნდებით და გაგრძელდა 70 წელი და 70-იან წლებში ტიპები რომ მიდიოდნენ აი იგივე ბროდსკი და სხვები რომ მიდიოდნენ ვისაც აგდებდნენ რაღაცა მიდიოდნენ როგორიც უკვე ხელჩაქნეული რომ ეს სისტემა აღარასოდეს დაიშლება და აქ ვეღარ დაუბრუნდებით და დამთავრებულია და მალევე უცბად ჩამოიშალა
ხო, სომხეთში რაც ხდება, ნიკო, სომხეთში რა ხდება, ესე იგი ფაშინიანი იბრძვის, უბრალოდ ფაშინიანს ებრძვიან ამ იმის ძალაუფლებისთვის ძალიან ესე ვთქვათ, სასტიკად წარმოიდგინე რა ძალები არის რუსეთი თავისი მთელი FSB-ებით და ეკლესიებით და რელიგიური კავშირებით და აქ ასევე რაც ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია არის თვითონ სომხეთში რელიგიური ტიპები ის გალსტიანის ეპისკოპოსი და სხვაებიც და ნუ იმ გარეგინთან ეპისკოპოსთანაც არის ხო დაპირისპირებული და რაღაცა და ახლა ნუ როგორც ეს ჩვენ არა გვაქვს საფუძველი არ დაუჯეროთ ხო ეს დიფტკიცებებიც ჰქონდათ და რაღაცა შეიარაღებულ რაღაც გადატრიალების მცდელობამდეც იყო საქმე და აღკვეთეს და ნუ ესე ოჩავად და პრინციპულად იბრძვის და მე მაინც ვფიქრობ რომ რაღაცნაირად ის შველის ეს რუსეთთან დაპირისპირებაში რომ ასე ვთქვათ აი თავსებადი ერთ-ერთზე თავსებადი ის არ არის კონფესიები ხო მაინც ერერისა ხო ის მართლმადიდებლები არიან ესე გრიგორიანელები და რაღაცნაირად აი ჩვენთან როგორც სიტყვაზე გავლენა აქვს იმ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც ჩანს ასეთი გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე ხო აქ ჩვენთან რამის ხო ხვდებია ეს ხატი იყო იმაზე სტალინით და რაღაც ნუ ერთმორწმუნეები ვარ და ისინი მხოლოდ არის ეს მე ჩემი მეგობრებისგან ვიცი ცხოვრობენ რომ პატრიკაო პატრიოქს საერთოდ არ აკეთებთ გავლენა მithumetes ახალგაზრდებზე და იმაზე აი ხო სომხეთში ხო და თან როგორც ჩანს ეს რასაც ეს ნიკოლ ფაშინიანი ამტკიცებს ხო არ არის ეს მხოლოდ რაღაც ესეთი პიარული ხრიკები და რაღაცა და რაღაც ესეთი სერიოზულ იმაზე არგუმენტებზე დგას. ცოტა მაზალო და სასაცილო კი იყო ის რომ შეიპანეს რომ ეს რაღაც ეს მინიშნება იყო იმაზე თურქეთში ჩასვლას თურქეთში იყო ჩასული ეს ისტორიული ვიზიტი იყო აი ესეთი ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ესე პირველად ჩავიდა ხო მანამდეც იყო ნაყოფი რაღაც ღონისძიებაზე მაგრამ აი ესე რომ პირდაპირ ჩასულიყო ნუ პირველი ის იყო და ხო და ესეთი იმეებით მინიშნებებით რომ მუსლიმია და წინ დაცვეთა ჩატარებული და რაღაცა და ამის ის იყო რომ მზად არის დემონსტრირებისათვის ნუ წარადგენს თავის პასპორტს საჭიროების შემთხვევაში ხო ხო და ნუ როგორც ჩანს რომ ამ დაპირისპირებაში გარდა იმისა რომ ნუ ესეთი პროდასავლური და ამ რაღაცა რუსეთიდან დისტანცირების მცდელობები არის ამ თვითონ აი ასე რო ვთქვათ არგუმენტებით და იმებით ნუ ამის მხარეს არის უპირატესობა და აქვს მას ეს მის ბრალდებებს აქვს საფუძველი ხო ხო ნუ კულტურაში შენის გახდი მოდერატორი უცა ნუ მე ბევრი არაფერი მткоც რომ მე რაც ვიცი იგივე ბელარუსა ჯიმის სტატიაში წავიკითხე და ეხა აქ რაღაც ბარები თვითონ თქოს და სომხეთზე და ნიუზებიდან ვიცი ამიტომ რაღაცა არა კულტურაში რა ხდება როგორ არის ნიკო ესეთი კულტურის მინისტრს ქონია ძალიან ესეთი გემოვნება ძვირად ღირებული თუ არც ისეთ ეს 8000 ასევროვიანი ჩანთა არც ისეთია ნიკო არა ძალიან ძვირი ხო ძალიან ძვირია იქნებ რა ვიცი იცი რა გამახსენდა მას ძვირი ახლა რა ვიცი იცი რა გამახსენდა ჩემო ნიკო ხო აი რაღაც ესე შტამპეჯი მეც ახლა ვიხუმრე ძვირია თუ არა ვიკითხე ხო ორთაჭალ ჰესსა და რესტორანი კრწანისია ხო მან სადღაც მან შპერი აი სადღაც რესტორან კრწანისთან ადრე იყო ხიდი ნუ 19 საუკუნეში მნაცაკანოვის ხიდი ერქვა. იყო ესეთი ბიზნესმენი მნაცაკანოვი, რომელიც 19 საუკუნის მდიდარი ესეთი სომეხი მოქალაქე იყო, რომელიც ირიზაზეც ვაჭრობდა იქ ავტობუსის ის და ნუ ესეთი შეძლებული იყო და ხო ხდები ახლა ქალაქი რო გაიზარდა ეს მარცხენა და მარჯვენა ნაპირებს შორის საჭირო გახდა ეს კომუნიკაცია, ხო? ერთი ხიდი არ ყოფნიდა, მაშინ თან არ იყო ეს ბევრი ხიდები და მოკლედ ხიდი ააშენა 25000 მანეთი დაუჯდა, ახლა 19 საუკუნის ბოლოს 25000 მანეთი, ხო წარმოგიდგენია, იქ რაღაც აბაზები და ის შაურები ღირდა, რაღაც ის ცხარი და ხარი და რაღაცები. ხო და მოკლედ ეს ხიდი და მე აჩუქა ქალაქს. ხო და აი ეს ძალიან მოეწონა ეს რაც გააკეთა და თვითონ იყო ბედნიერი და ეს რაღაც ეს 25000 მაინც რო დაუჯდა ეს ხიდი იყო რა ქონდა რაღაც საზომად აი მაგალითად სადღაც ბირჟაზე რო გაარტყავდა და მოიგებდა იტყოდა რომ დღეს კარგი დღე მქონდა რაღაც ორი ხიდი მოვიგე ის ქალიშვილი ყავდა რომელიც ახლა მდიდარი მამიკოშვილი რაღაც კაბებს იქ პარიზის მოდის სალონებიდან გამოიწერდა და რაღაცა და იტყოდა ხოლმე რომ აი ახლაო ჩემი ეს გოგო
წინა თვეშიო რაღაცო ხიდნახევარი დამიჯდაო და რაღაც ეგეთი და სად არის ხა ის ხიდი? აღარ არის ის ხიდი. როდის ვინ დაუნგრია? ნუ დაანგრიეს ახლა მე ხო მან სხვა ხიდი აშენდა ის ორთაჭალხესი რო არის ის ხო ხიდიც არის. თვითონ მოესწრო მაგას თუ ხიდის დაანგრევა? ხიდს არ ვიცი. მე რაც უბრალოდ ადამიანურ დრამას შევყევი რომ რაღაც ისე უყარდა ეს ხიდი. მალევე ისაქნა გააჩუქასავით. გააჩუქა ხომ არა ხომ მაინც ესე დადიოდა ეს ჩემი აშენებულია. ხო და ეს რაზე მოვიგონე ახლა ეს ჩანთად შეიძლება ეს კულტურის მინისტრის ჩანთა რაღაც ეს თვითონ ესე კონდეს რა ღირებულებად ხო აი მაგალითად ჩემი ბეჭური რაღაც სცენარი დაავწერე და რაღაც ჩანთა ნახევარი ავიღე რა რო თქვა თვითონ თქვა მე მქონდა ეგრე სცენარი დაწეროს და რაღაც ეგ წავიკითხე მეც და ალბათ არ შეუძლია და გადააჭარბა თან ასევე რა ვიცი მაგის სცენარის მიხედვით რამე არის გადაღებული? ნიკო ეს სხვა სცენარია ალბათ როგორც რაღაც კონცერტების სცენარია ალბათ. ხო, ოკეი. ალბათ საახალწლო კონცერტები და ეგ ალბათ შეუძლია კი. მე მქონდა ბავშვობაში ეგეთი საზომი კასეტა. იმიტომ რომ პატარა რო ვიყავი, რაც ფული მქონდა, აუდიო კასეტებს ვყიდულობდი, მე მიმქონდა ხმის ჩამწერ სტუდიაში და ეგ ჩამიწერდნენ ხოლმე და ამიტომ ძირითადად ჩემი საზომი იყო ხოლმე რომ რამდენი კასეტა მომევა ამ ფულით. იმიტომ რომ არის ესეთი ნიუტები, სიხარული არ მქონდა. ეს ესეთი ნიუტები, ნიკო, რომელიც შეგვიძლია ჩვენს ესე რა დავადოთ, ესეთი სტანდარტი შემოვიღოთ და აი ესეთი სამსახური უნდა იშოვო ნიკო, რომ თვეში მინიმუმ ერთი ის რო გექნება კულტურის მინისტრის ჩანთა ხელფასი მაინც. არ იტყოდი ვარს რა 1100 евро. სამსახურს გააჩნია, ყველაფერზე ხელს ვარ მოაწერ ნიკო. არა. არა? 8000 евро კაი იქნებოდა რომ მქონდეს. არ დაფიქრდებოდი თუ დაინც დაფიქრდებოდი. კომენტარში წავიკითხოთ წინა კვირიდან. წავიკითხოთ კომენტარები. ესე იგი დავით აბადაძემ წეს კაი რა ნიკო აბსოლუტური არ გეკადრება შენო. არ მომიქეკოთ, მაგრამ ალბათ არ მეთქვამს აბსოლუტური. ან თუ თქვი ხო ის იტყოდი შაყირით რა ახლა ხო. არ ვიცი. ხო ამბობ ხოლმე საგანგებოთ რაღაც ის. ანუ ხანახან ამბობ ხოლმე რაღაც ხაზგასმულად ვამახინჯებ ხოლმე როგორც ეს აბსოლუტური. ხო. ნიკ თვალიშვილი თემაში ვარ, მოდაში ვარ. ახლა ნიკო ნერგაძე მუსიკის გარდა კიდე რა იცის? ნიკ ვინ რა ვიცით? ჯერ ერთი და მეორე ერთი მუსიკა იცის. მუსიკა იცის არ მესმის რა არის, იმიტომ რომ ეს ის მუსიკა იცის ადამიანი. რა გითხრა? ანუ თქვა ნოტები იცის და აკორდები ეგ საერთოდ არ ვიცი. ან ნებისმიერ არა, იცი რა არის? ან ვერცერთ საგანს იცი რაღაცა, ანუ ვერცერთ ისე რა, ანუ ეგეც, ანუ მუსიკა იცის, ანუ არის მუსიკათ ვწოდნე თუ ხარ, ხო, იქ აქვს თავიანთი რაღაცა ესენი მაგრამ ერთ რაღაცა შენი პოზიციონირება წლების წინ მახსოვს როგორც მუსიკის კრიტიკოსი თუ რაღაცა ეგრე მუსიკის კრიტიკოსი ვიყავი ხოლმე თუ მუსიკის კრიტიკას ვწერდი რა წერას უნდა ცოდნა ძირითადად და არა იმას იმიტომ რომ მან ნახე როგორ მუსიკალური ჟურნალის რედაქტორი იყო ანუ ხარ ნიკო თქვი რომ ხარ იცი მუსიკა ანუ შეიძლება სხვა რამე არ იცი მაგრამ ეგრე პლეიბოის რედაქტორიც იყო და აუჩია რატო? ისე შეიძლება. არა, ჩემი პოზიცია მანდ არის ესეთი, რომ კრიტიკის დროს მთავარი არის როგორ შეგიძლია აზრის ჩამოყალიბება, გადმოცემა ან წერის სახით ან ლაპარაკის სახით. რეალურად რა იცი იმის შესახებ, ცხადია რომ ანუ თქვა არაფერი იცი გაგიჭირდება რომ თქვა, მაგრამ თქვათ გულაპარაკი ამაზე რომ მე რაღაცა ფილმი ვნახე და გოგი ვნახა, გვახარია რაღაც ფილმი და იმას არ მოეწონა და მე მომეწონა. ნიშნავს იმას რომ მე მცდარი ვარ აუცილებლად ან მომეწონა რა ვიცი ვნახე და კარგი იყო და გოგიმ ჩემზე მეტი იცის კინო რა სისულელია ბევრად მეტი აქ ნანახი და მეტი აქ დავიწყებული ვიდრე მე მწოდნია ოდესმე მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ მე ვარ არასწორ როცა ის ფილმი მომეწონა ამიტომ როცა მე რამის შესახებ დავწერთ მე მგონია რომ წონა აქვს ტექსტის მიხედვით რომ იმის მიხედვით რომ მე დავწერე თუ გოგიმ დაწერა არა აქვს მნიშვნელობა ხარ როგორც გოგი უკეთესად წერს ბილად რა ვთქვა მაგრამ არ არის მაგაზე თუ რაღაცა არგუმენტი გაქვს და ჩამოაყალიბე არ მოგეთხოვება რომ ან მუსიკის ისტორია იცოდი ან კინოს ისტორია ან რაღაცა და მით უმეტეს არასწორი ასეთი მიდგომა და ასეთი გაგება თუ მაგარი ხარ შენ უკეთესად დაუკარი ან შენ უკეთესად იმღერი ან უკეთესი გადაიღე ასეთი მიდგომებიც ხოა ანუ ეგ ვინცაც წარმოდგენა არ აქვს იმათ შორის არის არა მე მგონი აი რეჟისორს გაუკრიტიკებს იგივე ჩვენი გოგი კაპრაძე შენ გადაიღე თუ უკეთე მაგარი ხარ და საერთოდ ხო არის ესეთი მიდგომა, რომ ყველა კრიტიკოსი არის იმ ხელობაში ხელმოწარული ტიპი. მაგალითად, ლიტერატურის კრიტიკოსი არის, რომ აი დაიწყო წერა და უნიჭო იყო და მერე გადავიდა კრიტიკაზე.
არის ესეთი მიდგომა, რაც მე ვფიქრობ, რომ არასწორია, იმიტომ რომ შეიძლება კაი მწვრთნელი იყო და ვერ თამაშობდა ისე კარგად ფეხბურთს. ანუ შეიძლება იყო ძალიან მაგარი მწერალი და ძალიან მაგარი ლიტერატურის კრიტიკოსი. ნაბოკოვი მაგალითად, რომელიც ძალიან კარგი ფოტოგრაფი, მაგრამ ნაბოკოვი რომელი იყო უფრო? როგორც კრიტიკოსი თუ როგორც მწერალი? ანუ ორივე ძალიან მაგარი იყო თქო. ხო, ანუ ვერ იტყვი ეგრე, იმიტომ რომ რაც მაგის იმაკ წაკითხული, თან ის არის, რომ ეხა იცოდა არ იცოდას მაგ შემთხვევაში დედავატირე რა ცხადია რომ იცოდა, მაგრამ ბევრი ქონდა პოზიცია კვეთრად გამოხანო ისეთი ცოტა ხმამაღლა აფიქსირებდა აზრებს, რომელიც ალბათ არ იყო მართალი ბოლომდე, ანუ რაღაცა რომ ვიღაცები არ ევასებოდა ეს მოდერნისტებს და დანარჩენებს ვერ იტანდა, იმას არ ნიშნავს რომ ვერ იტანდა თუ მოკლედ რა. მაგრამ ის თქვა მინდა რომ თავარი პოზიცია ჩამოიყალიბო და მე ჩამოაყალიბო ან ტექსტად და ან ზეპირად და ეგ არის კრიტიკა. ნაბოკოვი ძირითადად ვერავის ვერ იტანდა ხო? ხეცება გოგოლი უყვარდა ძალიან. ხო, ნუ ახლა ვიღაცა ხო, მაგრამ კი მე ვარ ნიკუშამ, ნიკო შავ მაისურზე მეტად პერანგი გიხდება ხოლმეო. აი ქორიძე მიღიმის შევერდა, იმიტომ რომ დავალება მომცარო, როგორც რომ ვიწერთო. პერანგი ჩაიცვით ხოლმეო, რომ ესე გავაკეთო, იმიტომ რომ მას უადვილდება საქმე ქორიძეს თვითონ და მე მეთქი მიკროფონი სად გაგიკეთოთო? მადლობა ნიკოш, მე შავ მაისურის მომეწონა, რა ვიცი. იქ რა ჩემს. კიდე მე ვარ, რა ვიცი. კაი, თვალში გორი პატარა. არა, პირიქით, მადლობა. ნიკო, საინტერესო კითხვა მაქვს, ჟიურიში ჯექი ლუკამ რო სუპერსტარის არია შეასრულა და მაგაზე ძლიერი პერფორმანსი რამე თუ გახსენდება სხვა საქართველოში ზოგადადო. არც გახსოვს არა? ანუ მახსოვს ერთხელ ვიყავი ჟიურიში. სასიმღერო შოუები არის შოუები. ნებისმიერი აი ბარში კონცერტი ნორმალურად ჩატარებული ჯობია სუპერსტარების განა ის რომ სასიმღერო შოუებში ბოლოში ფინალში ვინც არის გასული ყველა ძალიან მაგრამ მღერის შემთხვევით იქ არ ხვდებიან ხოლმე და ძალიან მაგრამ ასრულებენ არიას ასე შემდეგ მაგრამ ერთი არის ის რომ ერთი ვიღაც ტიპის გიტარაზე შესრულებული ორიგინალი თავისი სიმღერა უფრო მეძვირფასება ვიდრე აი რაღაცა მაგრა გაკეთებული ქავერი. ეს მაინც ქავერების შოუა, განა იმ ლუკასან ნებისმიერ სხვას რამენაირად ვაკრინებ, რომ შოუზე გამოვიდნენ და შეასრულეს, მაგრამ ეგ არის პირველ რიგში ტელეშოუ და მეორე რიგში კონცერტი და მესამე რიგში რაღაცა. ეგ არის ჩემი პოზიცია. ჩემი ოცნებაა. რო გამოხვიდე? ჟიურის წევრობა ნიკოს მოყოლილია. არ ყოფილ ხარ არაფერს ჟიურიში? მუსიკალური პროექტის ჟიური. რა თქინდა, ანუ რატომ და იყო მუსიკალური პროექტი, მაგრამ მე თუ ვიყავი მე რა არა. ხო რაღაცნაირი ის არის ცოტა დამთრგუნველი პასუხისმგებლობა. არა. მე როგორ შფოთიანი კაც. მე მქონდა რამოდენიმე შემოთავაზება, ყოფილიყავი ლიტერატურული კონკურსის ჟიურიში და უარი ვთქვი, აი მთელი გულწრფელობით და იმიტომ რომ ჯერ უზარმაზარი დრო უნდა მე არ შემიძლია აი ეს ვერ დავიძინებ ღამე აი ეს პასუხი. აი რომ რაღაცაზე რომ შემითანხმდებიან რომ მირჩევნია რომ აი ახლა მითხრან 5 წუთში რაღაცა ხდება, ვიდრე მითხრან რომ აი 5 დღის მერე, ის 5 დღეს სულ უნდა ვიფიქრო ესე. ხო და აქ ახლა ხო იმდენია წასაკითხი ისეთი პასუხისმგებლობით რომ თან ხო ინკოგნიტოთ უნდა დარჩე ვერავინ გაიგოს რომ შენ იქ ხარ სამსახურში არა და ხო გეუბნები რაღაც დღეების თხო უნდა დაგჭირდება ალბათ რომ გააცდინო ისიც და აი რო წარმოვიდგინე რამხელა პასუხისმგებლობა არის მე რო დამთავრდება ყველაფერი სინამდვილეში ხო არ თავდება და მე იწყება ხო და ანუ აი ჩემ და სამარცხვინოთ რომ დავუსხლტით ესე იგი სამარცხვინოთ არ არის მეც ბოლო ბევრი წელია ახლა სულ თავაზობენ და შეთავაზებენ მაქვს ხოლმე მაგრამ ერთი ორჯერ აი რაღაცის ჟიური რო უთქვამთ ასევე არა საჯაროდ მივხვდი რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მირჩევნია რომ არ ქნა რომ ეს ამას სიკვდილი იმას შემორჩობა ეს გავიდე და ეს არ გზნობ თავს კომფორტულად მაგრამ ბავშვი სუბუქად და ფულიც იმდენი არ არის რომ რაღაც მაგან გაწტუნოს ხო იცი ხანდახან იტყვი რომ ოკეი რაღაცა მაგრამ არა და რაღაცნაირად ისეთი პასუხისმგებლობა არის რომ აი მე კიდე თალკე იწყებ რომ კი მაგრამ ხო აი ეს დრო მოუწებნეს რაღაც ენერგია გადავდე თავისი ამ კომპეტენციას ad გაურბი ხარ ვარ კი ისეთი კომპეტენტური რომ აი ამ ხელა საქმე და საპასუხისმგებლო მომანდონ და რაღაცა და ნუ მოკლედ ძალიან თავის ტკივილი ძალიან თავის ტკივილი ასე რომ ქორი შეგიძლია რომ არ იყო ჟიურიში ისე ფოტოები შეაფასებ მობილური ფოტოები
ეს ან ხუმრობა უნდა ახსნა რომ ადრე წლების წინ დათოს ეწერა ხოლმე mobile photographer რომელიც ანუ არ არის mobile photographer ფოტოგრაფია მობილურით შეუძლია გადაღება მაგრამ ფოტოგრაფია რა ხარ მნიშვნელობა აკრიტი იღებს და ამიტომ მას მე დავცინი ხოლმე ვითომ ვაკნინე პროცესს ინამდვილეში ხომ ყველა მიცის ამ დაკნინებაში რამ ხოლმე სიყვარულია რაოდენი სიყვარულია ესე იგი კიდე შემდეგი ჯიმის მაიკაზე რა აწერიაო ლუკა ბრაზი კითხულობს ქვედანაწილი არ ჩანს keep calm and ხო ეგ წერია ეგა and blend on ხო კოქტეილების მოყვარულია ჯიმბო არა კოქტეილების მოყვარულია ჯიმი ძე გაუზავებელი არაყი რამე ვისკი ორჯერ ნახადი ხო ორჯერ ნახადი აი სხვათა შორის ნიკო მაგ ისა სპირტი გაქვთ დავლებული გაუზავებელი ცოტა წყალი ალპინიადაზე ვიყავი სტუდენტობისას და იქ ეგეთი ის არის ეგ იმის ნაწილია რომანტიკის ნაწილია რომ სპირტი მიგაქვს იმიტომ რომ ნაკლები წაიღო და მოცულობა იყოს ხა რეალურად იქ რაღაც აბუდელაურზე ვიყავით ანუ არ იყო იმდენი არ გვიულია რომ ის სპირტი უნდა წავიღოთ და დავზოგოთ და იქ ვიღაც ტიპები იყვნენ შუაზე გაჭრილი ტუალეტის ქაღალდები ჰქონდათ რომ ის რამდენიმე გრამი მოეგოთ თქო ისინი ვინც იყვნენ ისინი მთაზეც მიდიოდნენ მერე და მე იქ ავეკიდე გოგოების და რომანტიკის და კარავში ყოფნის ამბავში თორე ხა მთაზე ამსვლელი მე არ ვიყავი იმიტომ რომ ვიღაც უნდა გადავერჩინე მერე იქა და ჯარშიც მე გამისინჯავს ეს ნუ პირში რაღაც ყდუპია ალბათ ხო ნუ ცეცხლია და იმაშვება ათეთრებს და იქ ყველაფერი მაგრამ აი ესე გაუზავებლად არ დამილევია და გიორგი ყარყარაშვილის მე მგონი არ ჭირდება ახსნა ვინ ხო მთელი 90-იანი წლების თუ კი სადმე რამე კონფლიქტი იყო ყველგან ისა და თავდაცვის მინისტრიც იყო და მაგის მოგონებები გამოვიდა სამშობლოს ამარა ესე ქვია და იქ იხსენებს საბჭოთა ჯარის პერიოდს ოფიცერი რო იყო და იქ ნუ ჯულფაში რო აქეთ გადმო ჯერ გერმანიაში მსახურობდა მე ჯულფაში და ნუ ეგ ძალიან ეგეთი სიტუაცია იყო და ნუ ოფიცრები ლოთავობდნენ და ნუ გიწევდა სმას და ეგეთ პონტად ითვლებოდა თან არტილერიაში იყო ეს დაუქონდა დამთავრებული თბილისის საარტილერიო სასწავლებელი და იქ არტილერიაში ხო ის არის მოწყობილობები არის ოპტიკური და რაღაცეები და სპირტი არის მანდ მნიშვნელოვანი რომ ამ იმას ტექნიკას ამ იმას ოპტიკური მოწყობილობის წმინდაო რა და ნუ სპირტი გააქვს და აი 97%-იანი სპირტი, ნუ წარმოიდგინე, რამხელა, აი ორ ნახადიო, რო ამბობ, ორ ნახადი არის, სადღაც 70-მდე, ხო, რაღაც ეგეთი არის და სპირტი 97 და ნუ ის ამბობს, რომ აი ამით ამისმა მოდიოდაო დღის განმავლობაში ორჯერ თრებოდნენ რაღაცა და ნუ წარმოიდგინე, ახლა ჯარისკაცური ის კრუშკებს რო ეძახიან იმიცმა, თუ წოდებას გიმატებდნენ კიდე ის ვარსკვლავები ქუნა ჩაყარო და სავსე ამ კრუშკას სვამ სანამ პირს ხო და სანამ ანუ ფსკერამდე რა უნდა ჩაცალო რომ ეს ვარსკვლავები პირიდან უნდა გამოიღო და რაღაცა და იქ თვითონაც აღწევს კარგი მწერალია იცი როგორი საკითხავიო დიდი წიგნი არის მე ჯერ სადღაც ნუ ეკვატორამდე არა ვარ მისული უკვე აი უკვე სამოქალაქო ომი რასაც ეწოდა იქამდე ვარ მოსული ხო და ძალიან კარგად წერს და ნუ აი წარმოიდგინე რა კოშმარი არის ეს რას უშვება ორგანიზმს და ეს იყო ჩავლებრივი მოსული ამბავი და ითვლებოდა ეს მუჟიკობა და ესე წყალში გააზაო და რაღაცა თუ რანაირი ოფიცერი ხარ ხო ვეჩნა პიანი ვეჩნა პოტნი ოფიცერი ძოთ პიხოტნი ეგ იმენა მოსული ამბავია ხო ხარ ამგონი რომელიმე სხვა იმაში არის პეტრე პირველიდან მოდის ალბათ რაღაცა არ ვიცი მაშინ არ ვიცი ესეთი მთლად ეს მაგხელა ის გრადუსის პროცენტული შემცველობის ის ალკოჰოლი თუ ქონდა თუ არა მაშინ არც შეიძლება არც ქონდათ არა ხო რაღაც მაინც ტექნოლოგიური ამბავი არის აქ საქართველოში მე-19 საუკუნის არ იყო მოსული არაყი და რამე არც ქარხნები ქონდა ღვინო ჭაჭას ყრიდნენ მე მგონი საერთოდ მე არ მიყვარს ქართული ლუდი იმიტომ რომ აი რო ამბობ თის ნამდვილად გერმანულიდან ბელგიური მირჩევნიანი ჩეხური ანუ იმასაც დავლე ლუდი მიყვარს ზოგადად მაგრამ ხო რაღაც რომ მითხრა რომ აი ნახე ნამდვილი ქართული ლუდი და ნამდვილი ჩეხური ლუდი შეიძლება არაპატრიოტი ადამიანი ვარ მაგრამ მგონია რომ ჩეხების საჯობია ისევე როგორც ღვინო ჩვენი ჯობია ანუ არ არის აუცილებელი ყველაფერში ყველას ჯობდნენ და ასევე ეს არ მესმის რაც ერთი პერიოდი იყო ყველაფერს ქვევრში ავარგებდნენ ხოლმე და რაღაცა იყო ჭაჭა ქვევრში და
ლუდი ქვევრში და არასდროს არ დამილევია ლუდი და მიფიქრე რომ ნეტა ეს ქვევრში ყოფილიყო მანამდე გაჩერებული რაღაც ხანია. ხო, ეგ ძალიან შაყირები იყო ეგ ქვევრში ყველაფრის იმაზე. აი ეს ჟიპიტაური ეს ხო სოფელი ჟებოტა და იქ იყო ამ ქვევრში ასხავდნენ და იქ იმაშვებოდნენ. ეგ დამილევია და ნაკლებ გრადუსიანი, მაგრამ საშინელი ნაბაყოსი. მაინც ისევ ჯერო ჩვენ არა ვართ პროფესიონალები. არა ვართ პროფესიონალები. იმას სომხეთის მწოდნე ხო იყავი რომ ლაპარაკობ. არა, ეგ ისეთი ის არის. უყურე, ეგ ისეთი უცნაური ამბავი არის, რომ ყველა საინფორმაციო სააგენტომ და ყველაფერმა დაწერა და სახში შემოგივარდება ეგეთი ინფორმაცია, რომ წარმოიდგინე რაღაც ჯერ თვითონ ამის ის ბრალდება, რომ შენ ისახარ მუსლიმი ხარ და ეზო და პრემიერ-მინისტრი ეუბნება ფაქტობრივად იმას კათოლიკოს პატრიარქს ამას გაჩვენებოდა. მე კიდე გადატრიალების ცდილობაც ახლა ბევრია ისეთი ქვეყანა, სადაც ეს რაღაც რელიგიური ტიპები იმის საერო ხელისუფლების დამხობას აპირებენ და გეგმებს. არა, კაცო, და ეპისკოპოსი იჭერდნენ სახელმწიფოს გადატრიალების ბრალდებით. ბაჩოს ხუჩაბაც აღამოს ტრადიცია აქვს ლუდი სიგარეტი და ჩვენ. გამარჯობა ბაჩო. მეგონა იმას კითხულობდი გაირიჩის რაღაცა. ლუკა კომლაძე. ქორჯეს და ნიკო შორის საოცარი ქიმიაო. და მაგ თემაზე მიშო ციციშვილი წეს ვიცი რომ ნათქვამი გვაქვს, მაგრამ 5 წუთი ვილაპარაკეთ ერთმანეთთან სამსახურის გარეთ რა ურთიერთობა გაქვთო. ისე ხშირად არა გვაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ჯიმი არის რუსთავში. მე ვარ თბილისში. ჯიმი ჩამოდის რუსთავიდან თბილისში კვირაში ერთხელ. ხუთშაბათს. და როგორც წესი გარეთ საღამოს როაც გავიდე იქ ჯიმი არ დამხვდება ხოლმე. თუმცა ხდება შემოხვედრია არაერთი ახალგაზრდა, რომელსაც უთქვამს რომ ერთხელ ჯიმი წამოიყვანო იქნება სადმე ლევთბენში ან დედაენაში სადღაცა. ჩვენ ანუ მე და ქორიძე უფრო მეგობრობთ ხოლმე გარეთ, იმიტომ რომ ახალგაზრდები ვართ. აუ ჯიმი უნდა წამოხვიდე. უნდა წამოხვიდე. ჯიმი უფრო ინტროვერტი არის. რანაირი ინტროვერტი ხარ ანუ? არის. არის. ქორიძე როცა დაუკრავს წამოდი მაშინ და კაი ხალხია ხოლმე. შენ რო დიჯეი იქნება. ქორიძე რო იქნება, ქორიძე არის დიჯეი. მე ვარ ხოლმე სელექტორი, ძალიან დიდი განსხვავება, ანუ მე პლეილისტს ვაკეთებ და ვერ დაგჭირდებით. დაგპირდი და არ მოხვიდე მე. რა ფეთები გაასავსავე. თქვი რომ ერთხელ ჩამოვალ და ხო, ესე დავრჩი, ხო, ბოლო წლებია ესე დისტანციურად მოღვაწეობ როგორც იტყვია ხო. ანუ ბასენზე ხო არ მიგაქრევთ ან ხიდზე. გეუბნები რომ ტესში ან რაღაცა ლევთბენკში ნახევარი ბარი არის. ანუ არ არის აუცილებელი შიგნით იქ იყო. ჩემი თავი გენაცვლია. შეგიძლია ისაუბრო გაარის იმზე. გაუზავებელი სპირტით მოვდივარ. გაუზავებელი არ შეგატანინებენ, მაგრამ თუ რაღაცა როგორც წესი ამრეზით უყურებენ ხოლმე გარედან სასმელის შეტანის მცდელობებს კლუბებსა და ბარებში. მზე წერს ძალიან გთხოვთ იქნებ ეპიზოდი ჩაწეროთ ესპანეთსა და საქართველოს შორის კორუფციულ კავშირზე რუსეთის დასახმარებლად თუ არა არ ვიცით ეგა ჩვენ და ვერ ჩავწერთ ანუ ვინც იცის იმან და ჩაწეროს ნიკუშას შეფასება არის ესეთი რომ ნიკო ძლიერია საერთაშორისო კონტექსტის ანალიზშიო და ჯიმის საქართველოს და სამეზობლოზაშიო უბრალოდ დავწერეო აი ნიკუშ ძიუდო გაგვიკეთა დღეს ჯიმი საერთაშორისო კონტექსტში თუ რაც ამერიკის ამბებია იქ ალბათ უფრო მე ვიცი ხოლმე მაგრამ აქეთ ახლა ირანზე აღარ დაუწყია ლაპარაკი თორე მაგაზეც ბევრი შეერთა და გვიანია არა გვიანია უკვე ფორდოს ობიექტი რამდენად ხარისხიანად დაიბომბა ნიკო ლაკოში წერს რომ წინაზე დადაზე ვახსენეთ რომ გარდაეჭოდა მეტი რო გესაუბრათ კარგი იქნებოდაო ანუ ჩვენ უფრო ცადეთ რომ რამდენად მნიშვნელოვანი ტიპი იყო და საქართველოში და აღგვანიშნა რომ მნიშვნელოვანი ადამიანი იყო და არის თქვა სხვა ხალხი არ ვიცი მეტი იცის დადაზე და რაღაცა ეს გადაცემა არის და სამი შეიქმნით კარგად და bookshop East Point რა რეკლამებს აკეთებ? არ ვიცი ეგრე ქვია და ალბათ წიგნების მაღაზია აქვს East Point-ში. ჯიმი და ნიკო გისმენთ და გვიყვარხართ. საბაკალავრო დამაწერნა შენმა ნათარგმნა GOS წიგნმა და დიდი მადლობა ამისთვისო. როგორ? აი ეს მუსიკაზე რო წიგნი ვთარგმნე, მაგითი საბაკალავრო დავწერეო. ქართულ მუსიკოსებს რო დაწერ მსგავს წიგნს ძალიან კარგ საქმეს გააკეთებო ვერ დავწერ მაგდენი არ ვიცი. წარმატებები და ასე განაგრძელოთ, გავაგრძელებთ ესე. მადლობა კომენტარებისთვის და მომწურავად გავიცით ყველა შეკითხვას პასუხი. შეძლებს დაგვარად. მე უკვე რაღაც ხანია ვფიქრობდი რომ ეს მომეჭრა და მეჭამა, მაგრამ რაც მომერიდა და ესა და შემდეგ ხუჩაბაც არ იქნება. კარგად აბა ქორი ბედნიერი ისა.